აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი ათონის მთაზე იმყოფებოდნენ, სადაც ქსენოფონტეს მონასტერში აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი რუხაიას ბერად აღკვეცის რიტუალს დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის მთავრობის წევრები ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულთან ერთად ქსენოფონტესა და ივერონის მონასტრების წინამძღვრებსაც შეხვდნენ. დავით ფაცეძიამ ივერონის მონასტრის საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა. სურს გულითადი სიხარული გამოვხატო იმ ღირსშესანიშნავი ფაქტის გამო, რომელიც ჩვენს მონასტერში მოხდა. ერისკაცობაში ირაკლი რუხაია აღიკვეცა მონაზვნად და მიიღო ემილიანოსის სახელი. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებისთვის, ქართველი სასულიერო პირებისა და დელეგაციის სხვა წევრებისთვის სწორედ აღკვეცის ცერემონია გახდა წმინდა მთაზე მობრძანების საფუძველი. ვიმედოვნებ, რომ ათონის მთიდან თითოეული თქვენგანი წაიღებს წმინდანთა ლოცვა კურთხევას. ჩემის მხრივ კი გიგზავნით წმინდა გიორგის ლოცვა კურთხევას საქართველოში. მოხდა ბერად აღკვეცა ჩვენი აფხაზეთელი მამაოსი მამა ირაკლის, რომელიც აღიკვეცა ბერად და ეს არის ათონის მთის მადლი, რომელიც ძალიან დიდ ძალას და სიკეთეს მატებს ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ათონის მთის მამების ლოცვა კურთხევით ჩვენ ძალიან მალე ერთიან ძლიერ საქართველოს ვიზეიმებ და ღმერთმა ქნას, რომ სწორედ ჩვენი მამების ლოცვა კურთხევით და ჩვენი სულიერი სიმტკიცით შედგეს ერთობა და გამტკიცება ყოველთა ქართველთა. ათონის მთაზე ჩვენი ბერები, ჩვენი ქართველი ბერები, როგორც იცით, მრავლად არიან და აქ მოღვაწეობენ და ორ ქვეყანას შორის სულიერი კავშირების გამტკიცებაში ძალიან დიდ როლს ასრულებენ ესენი, ჩვენი ბერები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო გერონტა ალექსიოს, ჩვენს ბერებს აქ ვინც არიან,